თუ შენ როცა ქვეყანაში გამოცხადებული გაქვს რომ ბიზნესი არის ხელშეუხებელი და მთავრობას უკავია ისეთი პოზიცია თითქოს ბიზნესმენების მიერ არის არჩეული და არა ხალხის მიერ ანუ ხალხის ინტერესი ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო ეგ აი ძალიან მარტივად რო ავხსნათ მეგობრებო ნიშნავს რომ პრიორიტეტი არის მოქალაქე ანუ კიდევ უფრო გავამარტივებ და ვიტყვი დამკვეთი თუ რა პოლიტიკა უნდა აწარმოოს პოლიტიკურმა ელიტამ არის ხალხი და ეგრე არჩევნებზე ეგრე ფორმდება რომ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას იმას ნიშნავს რომ ხალხი სახერებს და გვარებს კი არ ირჩევს ხალხი ირჩევს რაღაცა კურსს რაღაცა ნაბიჯებს აი ამის შემდეგ ეს უნდა იყოს მე ის უნდა იყოს მე ამას ეს შედეგი მოყვება და აი ამას ირჩევს ხალხი სახერი და გვარი უბრალოდ არის მაგის გამომხატველი რომ აი ამას ვანდე ეგრო ამან უნდა გააკეთოს ამას ქვია სოციალური სახელმწიფო იდეაში გვიწერია მაგრამ რეალურად არის ოლიგარქატი საქართველოში. რეალურად არის რამდენიმე, უბრალოდ ერთი ადამიანი, მაგის მიერ მე შექმნილი სამსახური. აი როგორც აი წარმოვიდგინოთ მაგალითად რავი აი ბანკი. მაგალითად აი დააფუძნე შენ ბანკი. რა ფული ჩადე, კაპიტალი კონკრეტულ ქვეყანაში აი გაქვს საკუთარი ბანკი. და ეძებ თანამშრომლებს ფინანსისტი გჭირდება, კიდევ ვიღაცა გჭირდება, რაღაცა გჭირდება, ანუ ხო გჭირდება თავის სტრუქტურა. სტაფი რა ეს. ხო, აი ხო რა, სტაფი რასაც ქვი. აი სტრუქტურა გჭირდება, რომ იმუშაოს. შენ ხარ ბოსი. საქართველოს არის დღეს აი ესეთი პირობითად ბანკი. დანარჩენები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, ყველა აბსოლუტურად ეს არის თანამშრომელი, რომ აი მე ვთვლი, რომ ეს ფინანსებს კარგად გაუძღვება. რასაც დავავარებ იმას გააკეთებს დავნიშნე ეს. ამიგე? აკვი თუ არ მოიწონა რა პრობლემაა შევწვრი კაცო და მეორეს დავნიშნე. ანუ პრემიერობა პარლამენტის თავმჯდომარე. ოღონდ აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი შევედი. ბანკის ფუნქცია. ბანკის ფუნქცია ხო არის რომ ჩვენთან მევახშე. ბანკის ფუნქცია რეალურად არის. ბანკი შეიქმნეს რომ ხალხმა შეიტანოს ანაბრები. ბანკმა რითი უნდა იშოვოს ეს შემოსავლაში. ხალხმა უნდა შეინახოს ფული ძალიან დაბალ პროცენტში. და დაერიცხოს ეს ანაბრები და ბანკმა ამ დაგროვილი ანაბრებით უნდა ატრიალოს ფული და გამოიყენოს პირადი სარგებლობისთვის და დაუზღვიოს ეს ფული. საქართველოში ბანკის ფუნქცია არის რომ სამომხმარებლო სესხებით გაატყავოს მოსახლეობა და ბიზნესი და ამით იშოვოს ფული რა. პლუს რა თქმა უნდა ანაბრები. და აი ბოსი თვითონ ბოსი ზუსტად ის არის ბოსის პოლიტიკა ეგ არის. ბოსის პოლიტიკა რო იყოს რომ ანაბრებისთვის იყოს ბანკი, აი მაგალითად სხვა ნორმალურ ქვეყნებში რომ უბრალოდ ანაბრებისთვის არის ბანკი, რომ ადამიანი ბანკში განა იმიტომ მიდის, რომ გეხვეწებით 5000 ლარი დამიმტკიცეთ ოჯახში მშიერი ბავშვი მყავს. აი ეს არის კატასტროფა. ადამიანი საზღვარგარეთ მიდის, იმიტომ რომ თავის ხელფასს იქ ყოფს ეს დასვენებისთვის, ეს სახლის გადასახადებისთვის, ეს პირადი ფულეს და დანარჩენი ანაბარზე. აი ეს ფუნქცია უნდა ქონდეს ბანკს და საქართველოს ბანკის ფუნქცია არის რომ ადამიანი რომ მოშივდება რაღაცა სესხი გამოიტანოს, ან გადაარტიან ბინა ჩადოს, ან რა ოჯახი უნდა შეიქმნას და რა ოჯახი უნდა გამრავლდეს, სადაც ხალხი ბინას ვერ ყიდულობს და ოჯახს ვერ ქმნის, რომ უბრალოდ მეუღლე მოიყვანოს და გამრავლდეს. ვერ მრავლდება, იმიტომ რომ ბანკი ახრჩობს იმ ბინაშიც და იმ სესხშიც. აი ბოსის პოლიტიკა. ჩვენ რომელ ბოსზეც ვაპარაკობთ, რომელსაც თავის ჭკუით იმიტომ აყავს თანამშრომლები, ამ თანამშრომლების ფუნქცია არის, რომ ეს პოლიტიკა შეინარჩუნოს, ეს საბანკო პოლიტიკა, რომ სამომხმარებლო სესხებით ყოლიფოს მოსახლეობა. აი ეს ბანკია საქართველოს. ეგ მიდგომა ნახე, ეგ მიდგომა ბიზნესში კარგია, ხო? ბანკის თანამშრომელი ბანკში კარგია. მაგრამ ანუ მე ახლა ბანკის თანამშრომლებს არ ვერჩი მეგობრებო, მე უახლოესი წრე მყავს, ვინც მუშაობენ და არნაირი პრობლემა მე რას ვამბობ. ეგ მიდგომა, მაგ მიდგომით სახელმწიფოს მართვა არ შეიძლება. ისევე როგორც არ შეიძლება ქვეყნის მართვას მიუდგე იმ პრინციპით, რომ ყველაფრის გაყიდვა კარგია, იმიტომ რომ ფული შემოაქვს და თუ ფული შემოაქვს, ანუ ეგ ამართლებს უკვე ყველაფერს. ეგ არის დამღუპველი. რაღაცაში შეიძლება ეს კარგია, მაგრამ რაღაცაში ეგ არ შეიძლება. იმიტომ რომ სახელმწიფო ეგრე არ და ვერ ვითარდება.
როდესაც ამათმა თქვენს რომ ფასებს შევამცირებთ და ჩვენ რო ვთქვით ტყუილია, პირველი ძალიან მარტივად მისახვედრი იყო, უბრალოდ გასაგებია რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის ამ ამბავში ეგრე ჩახედული, არც ვერც იქნება და არც არის საჭირო, ამიტომ მათი გათვლა არის რომ ვინც არ არის ჩახედული და დიდი უდიდეს ნაწილი არ არის, იმათზე თუნდაც 1-2-3 თვე შევქმნათ რაღაცა მოლოდინი და მე ამასობაში ვიღაცას დაავიწყდება კიდევაც და ეს პოზიტიური განწყობა ოდესღაც რომ შეექმნა რაღაც იმედზე სიუჟეტი რომ მოისმინა, უბრალოდ განწყობებში დაირექება და realობაში რაღაც იმუშავებს. ნახე, რას ვამბობ. ჩვენ როცა ვამბობთ რომ იტყუებიან, მე მაგალითად პირველ რიგში ჩემთვის რა იყო ამის მარკერი. შენ როდესაც ბიზნესი გამოცხადებული ხელშეუხებელ რაღაცა წმინდათა წმინდა მოცემულობა და ხალხის ინტერესი შენთვის არის მეორე ხარისხოვანი, შენ როგორ უნდა აიძულო მაგალითად რომ დაიწყეს და ვითომ რომ შევიდნენ მეორე თუ მესამე დღეს ამ მსხვილ ქსელურ მარკეტებში რომ შევიდნენ და დაიწყეს ეს რატო ღირს ამდენი ეს ყველაფერი იყო მასკარადა რატო იმიტომ რომ შენი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე რა მექანიზმი გაქვს რომ ფასი დაარეგულირო აი რა ბერკეტი გაქვს შენ როცა ამბობ რომ ბიზნესი ხელშეუხებელია და ვერ დავაზარალებ და უხეში ჩარევა არ შეიძლება და რაღაცა და ეგრე რაღაცა სიწმინდედ გამოცხადებული რა მექანიზმი გაქვს აი თქვა დაადგინე რომ ფასნამატი მაღალი ბიზნესმენებს რაქნეს აი და გაიხსენე ეს აქციების პერიოდი რომ იყო მაგ სასურსათო მაღაზიებიდან ძალიან ბევრი იყო ვინც ამ მაშინდელი ფეიერვერკების აქციას თანადგომა გამოუცხადა რა იქ ბევრი იყო რა ეს ქსელური მაღაზიები და თან ცოტა შემოცხეს რა გვერდებში რომ პოიზი აქ ვართ რა ანუ ცოტა მოფხიზ წილები თავიდან გადანაწილდა ის რა შეაინტერესებს ეხა ხორცი ლია ბებოს სიტყვაზე რამდენად იყიდის ან ტუშონკას ან პურს ეგ სულ არ აინტერესებს რა ანუ ეგ მაგათთვის არის საერთოდ ხარისხოვანიც არ არის ან მე-1000 ხარისხოვანიც არ არის აქ რეალურად არის პირადი ინტერესებისთვის ბრძოლა რომ ერთი პიროვნება უნდა იყოს უსაფრთხოდ დიდხანს და კომფორტულად და აი პირამიდაა რა და პირამიდის დანარჩენი სხვა თანამშრომლები რომლებიც ამ ბრძოლაში ამ პიროვნებისთვის ბრძოლაში კარგად გაისარჯებიან დაწინაურდებიან აი ეს ხდება პირამიდის ქვეშ ყოფი არსებული ხალხი ანუ ჩვენ საერთოდ არ ვარსებობთ რა ჩვენ ვარსებობთ უბრალოდ საპარლამენტო არჩევნები რომ მოდის სადღაც ვახსენდებით 4-3 თვით ადრე და გვეუბნებიან რომ თუ ხმას არ მომცემთ თავში რაკეტა მოგხვდება და მანიპულირებენ და ნაცები მოbrunდებიან ნაცები რომელსაც თვითონ აფინანსებენ თვითონ უკრიშავენ ტელევიზიებს სუსის მეშვეობით თვითონ უქმნიან პარტიებს არჩევნებამდე რომ ეს ბუა არსებობდეს თან პარალელურად ის ახალგაზრდების რაღაცა ნაწილი რომლებსაც როიცოდე ბევრად სუფთა გული აქვს შეიძლება რაღაც აზრებში ჩვენი ხალხთან ვერ ვთანხმდებით მაგრამ ბევრად სუფთა გულია ბევრად უფრო უყვართ თავიანთ სამშობლო ვიდრე ამათ და ის ახალგაზრდების ნაწილიც რაღაცნაირად დაყონ ამ თვითონ თავიანთ შექმნილ პარტიებში და აი ესე დაყავი და იბატონეს პრინციპი და ამ პირამიდამ სულ იმუშაოს აი ეს ხდება ამ ქვეყანაში